ეს გახლავთ ძალზე მშვიდობიანი მოძრაობა, მასიური სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა. ჩვენ დავინახეთ, რომ ძალადობა იყო გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. პარლამენტი გმობს ძალის გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ძალადობა მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ ღრმად შემაშფოთებელია. ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს ქართულ ხალხს, დამოუკიდებელ და თავისუფალ ჟურნალისტებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს. აქციის არც ერთ ეტაპზე პოლიციას არ ჰქონდა საფუძველი, რომ დაეწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს აქცია იყო სრულად არაძალადობრივი. გუშინ ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია. ჩვენ გვინდა ვიხილოთ, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული საქართველოში. არ არსებობდა საფუძველი, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაეშალა აქცია. ჯერჯერობით საბედნიეროდ ჩვენ შევით ამ მშვიდობიანი პროტესტის საზღვრებში. გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს სასტიკად გაუსწორდა და მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ამზადებს მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებული რეპრესიები, მშვიდობიანი აქციის დარბევები არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. ეს არის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გაზის კაფსულების სროლა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. მშვიდობიანი ბრძოლა აგიჟებს ამ ადამიანებს. მშვიდობიანია ეს პროტესტი. მართლაც ასეთი აქციები არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ მინახავს. არაფერი რო არ დაზიანებულა, არაფერი რომ არ დამწვარა, არაფერი, ყველაფერი არის მართლაც ეს პროტესტი ისეთ ზღვარზე გადის.